შეცვალეს თუ არა დრონებმა თანამედროვე ომი და რა გაკვეთილები შეიძლება ისწავლონ პატარა ქვეყნებმა. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ დრონებზე, თანამედროვე ომზე და გაკვეთილებზე საქართველოსთვის. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რა თემაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ შევიკრიბეთ დღეს, ვისაუბრებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და საქართველოს გარშემო განვითარებულმა, ასე ვთქვათ, ომებმა ირანში და უკრაინაში რა წინსვლები გააკეთა თანამედროვე ომის მიმართულებით და ეს ტექნოლოგიები რამდენად შეიძლება ქართულ რეალობაში ადაპტირებული იქნას და დაგვეხმარება თუ არა, ან დაეხმარება თუ არა ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველო არის, რომ უკეთ შეძლონ საკუთარი ინტერესების გატარება და საკუთარი თავის დაცვა და ვფიქრობ მნიშვნელოვანია დავიწყოთ თვითონ იმ ფრაზით ხშირად გვესმის ფრაზა დრონებმა შეცვალეს ომი და თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ რას ნიშნავს ეს, ანუ რა იგულისხმება იმაში რომ დრონებმა შეცვალეს თანამედროვე ომი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობთ მოწვევისთვის. ცოტა ვთვლი რომ მომხიბვლელი ტერმინია დრონებმა შეცვალეს ომი. ესეთ ამამად ვერ ვიტყოდი, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება რა თქმა უნდა განახორციელეს, მოხდა ეს მნიშვნელოვანი ცვლილება, შემოვიდა ტერმინი მცირე ჰაერი. ეს პირველად გამოიყენეს ჟურნალისტებმა ეს ტერმინი. ამას მე მოყვა კიდევ სხვადასხვა სამხედროებს სხვადასხვა ტერმინს ხმარობენ, ახლო ჰაერსაც ხმარობენ, ასევე ხმარობენ მცირე ჰაერს და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე ის არის, რომ უკვე 25 წლიდან, ხო, უკვე ეს ტერმინი მცირე ჰაერი დამკვიდრდა რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების სამხედრო ტერმინოლოგიაში. უკვე გენერალური შტაბის თუ ისეთ მოხსენებებში უკვე გამოიყენება მცირე ჰაერი. რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ის ფენა, ის საბრძოლო ველის ფენა, ის შრე, რომელიც ადრე არ განიხილებოდა ესე დამოუკიდებელ ტაქტიკურ დამოუკიდებელ ელემენტად, იყო უბრალოდ ჰაერი, ხმელეთი, ზღვა და ეს რა ქვია, საინფორმაციო სივრცე დამატებული ამას დაემატა და ეხლა არის კიდევ გამოიყო ეს დამატებით ეს შრე, ეს ფენა, რომელიც მნიშვნელოვანი კორექტირები შეიტანა საომარ მოქმედებებში, განსაკუთრებით ეს ეხება ტაქტიკურ ოპერატიულ დონეს და აი ამ ხრივ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. არის ახლა ზოგიერთი ექსპერტი იძახის, რომ ისეთივე ცვლილებები მოახდინა როგორც თავის დროზე მოახდინა დენთის გამოჩენამ, ის რევოლუცია მოახდინა ომის განვითარებაში, ხო, ომის ხელოვნებაში. მე ვიტყოდი რომ ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ ის რომ თუ შევადარებთ ახლა ესე თუ წავედით და ესეთ შედარების კუთხით, უფრო შევადარებთ ამ ქვევის გამოჩენას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ტაქტიკური სურათი ბრძოლის ველზე, ეს პირველ მსოფლიო ომს ეხება განსაკუთრებით, აი პირველ მსოფლიო ომის პერიოდის დასაწყისიდან და ასე შემდეგ. ვიდრე თქვა იგივე ესეთ რევოლუციურ დენთის დენთის ფაქტორს. ამავე დროს შეიძლება ითქვას ისიც, რომ ნუ დავარქმევთ რევოლუციას, მაგრამ შეიძლება დავარქმევთ ევოლუცია, ამას საკმაოდ ისეთ ამბავად შეიძლება ვეწოდოთ. ვინაიდან მან მნიშვნელოვანი ტაქტიკური სიახლეები შემოიტანა ბრძოლის ველზე. ამჟამად დრონის მაინც ისეთი უკვე მიღებული დასახელება არის და ყველაფერს აერთიანებს. თუმცა მაგალითად დრონი შეიძლება იყოს როგორც საზღვაო უპილოტო აპარატი, ისე საჰაერო უპილოტო აპარატი. მაგრამ ახლა ჩვენ საჰაერო უპილოტო აპარატს ვერ დაუძახებთ, რა ქვია თქვა, ცალკე ვერ გამოვყოფთ და დრონი ცალკე და ეს დრონებში გადის და ეს მოიხსენოთ როგორც დრონი და
ალბათ უფრო საინტერესო იქნება მსმენელისთვისაც, ვიდრე რაღაც ტაქტიკური მახასიათებლები ცალკეული იმისი, ამას თავის სპეციალისტებიც ყავდა სურვილს, ვისაც შეუძლია ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაცია, უფრო აი კონცეპტუალურად და უფრო ფართესურათიდან ვისაუბროთ, აი სამხედრო ხელოვნების და სამხედრო მეცნიერების კუთხით უფრო, ვიდრე უშუალოდ აი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ვინაიდან იმდენად მრავალფეროვანი არის უკვე, რომ აი ავიხლართებით და მარტო დღევანდელი გადაცემა მარტო დასახელებების და მახასიათებლების ჩამსვლას შეგვიძლია მოგვიწიოს. ზოგადად ეხლა რა ცვლილებები შეიძლება, რა ცვლილებებზე შეიძლება ვისაუბროთ, ალბათ თქვენ მე დამეხმარებთ უფრო კითხვებით, იმიტომ რომ თემა ისეთ ფართოა, რომ დაწყებული ისტორიიდან დამთავრებული ბოლო მოვლენები შეგვიძლია ჩვენ პრობლემა შეგიძლიათ გავაგრძელოთ და მაგრამ აი მოდი დავიწყოთ იმით რომ რა როლს ასრულებს დღეს ბრძოლის ველზე დრონი. ეს არის დაზვერვა, ეს არის ეგრეთ წოდებული მიყენებული ზიანის შეფასება, ეს არის უშუალოდ საცეცხლის ზემოქმედება, ეს არის მოწინააღმდეგის საახერო თავდაცვის გახსნა, რაც გულისხმობს აი მაგალითად იგივე დრონის სატყუარების გამოყენებას. ეს არის რეტრანსლატორად მუშაობა, ანუ თუ კი პრობლემებია განსაკუთრებით აი მთიან ან დასახლებულ პუნქტში რადიო კავშირთან დაკავშირებით, დრონს შეუძლია რეტრანსლატორის როლი შეასრულოს. ეს არის ლოგისტიკური უზრუნველყოფა, ეს არის დანაღმა, ეს არის განაღმა. ანუ ძალიან ფართო სპექტრი არის და ეს კიდევ ბოლო არ არის, საბოლოო არ არის. ეს კიდევ და კიდევ ვითარდება. პირველად ეხლა განსაკუთრებით ეს გამოჩნდა უკრაინა-რუსეთის ომის პირობებში. ისე თუ წავედით კლასიკოსებში, ახლა კლაუზევიცის მიხედვით არც ერთი ომი ერთმანეთს არ გვავს, ომი არის ქამელეონივით. მას შემოქონდა მახასიათებლები, საერთო მახასიათებლები, მაგრამ აუცილებლად იქნება განსხვავებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ შემდეგი ომი იქნება ისეთივე, როგორც იყო არის რუსეთ-უკრაინის ომი. შემდეგი ომი, მომავლის ომები, კონვენციურ ომებს ვსაუბრობთ, მაინც ხას უსვამ, უფრო გავს აი ის რაც ხდება ირანში, ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე იმას რაც ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. თუმცა განსაკუთრებული როლის თამაში აი ამ დრონებმა ზუსტად რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დაიწყო. სხვა შორის ეს 2016-ში იყო, როდესაც პირველად უკრაინელებმა გამოიყენეს ეს კომერციული დრონი ხელყუმბარების ჩამოსაყრელად, დონეცკის რაიონში მაშინ ეს საომარი მოქმედებები იყო მცირე შეტაკებების ფორმით. უკვე 2021 წელს თურქებიდან იყიდეს კომერციული არა სერიული წარმოების დარტყმითი დრონები და ამის შემდეგ უკვე წავიდა ეს დრონების აი მასიურად გამოყენების ტენდენცია. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია ამაზე უშუალოდ აზერბაიჯან-ყარაბაღის ომმა, სადაც აი პირველად გამოჩნდა ესეთი ჰარპერი ისრაელის დარტყმითი დრონები და კამიკაძე დრონების და თურქული დრონების გამოყენებით აზერბაიჯანს ძალიან დიდ უპირატესობას მიაღწია სომხებთან შედარებით და გამარჯვების წინაპირობაც აღნიშნე ეს იყო. და მაგრამ თვლი რომ ზოგადად აი არ ჩნდება კითხვა რომ აი ვის მოუვიდა პირველად თავში ეს აქტიურად დრონებს ეს მე უკრაინის მაგალითზე კარგად ვიცი რომ ეს მოხდა აი ინერციით, აი დაიწყეს, აი დაახლოებით ისე არის, აი როგორც აი ხიშტი როგორ გამოიგონეს, ხო? 1523 წელს ბაიონის ალყის დროს ბასკებმა ტყვეები რო გაუთავდა, ჩაარჭეს იმაში ლულაში დანები და ეს იყო ბაიონეტი, პირველი ბაიონეტი, რომელიც გამოიყენეს, ხო? ეს ინერციით მოხდა და შემდეგ დამკვიდრდა. შეაღებულ ძალებს ახლა მე ამის ისტორიას გავყვებით უკვე 1600-იანების ბოლოში, მგონი 90-ში, უკვე ვობანმა, ცნობილმა ფრანგმა ინჟინერმა გამოიგონა ეგეთი ზეს მაგვარი ხიშტი, ანუ რომელიც სროლას ხელს არ უშლიდა.
აი გვერდზე გამოტანილი, რომელიც თანამედროვე ტიპი არის, ახლა ხიშტის თანამედროვე ტიპად არის გამოყენებული. როცა კაცი გენიოსია, იქ ყველაფერში გენიოსია და პიროვნება, რომელიც არის, აი ზოგადად ახალი ეპოქის, პერიოდის საინჟინრო აზრის განვითარების მამა, ვობანი, ზუსტად მაგის გამოგონებულია ჩვეულებრივი ხიშტი. ხო და ზუსტად დაუბრუნდეთ ამ დრონებს, ესეთი დაიწყო, ინერცია მიეცა, მაგრამ ჩვენ აქ არ უნდა აგვერიოს ის დრონები, რომელიც ძირითადად გამოიყენება უკრაინაში და არა ის დრონები, რომელიც გამოიყენებოდა თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების თუ ისრაელის თუ თურქეთის მიერ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, იგივე ავღანეთში, იგივე ცალკეული პიროვნებების მაღალი ინტერესის პიროვნებების განადგურების, ტერორისტების განადგურების მიზნით და ასე შემდეგ. აქ ჩვენ საუბარი გვაქვს მასიურ გამოყენებაზე, ტაქტიკურ დონეზე, გამოყენებაზე იაფასიანი, შედარებით იაფასიანი ცუდი სიტყვა, შეგვიძლია ეკონომიური საშუალებების. ეხლა რა ცვლილებები არის ბრძოლის ველზე, ხო? კონცეფცია შემოვიდა, უკრაინელებს შემოვიდა ეს კონცეფცია. უპილოტო საიერიშო მოქმედებები. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ დრონის მუშაობა, ეს არის ქვეითებთან ერთად ან ჯავშან ტექნიკასთან ერთად კომბინირებული მოქმედება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯერ მოწინააღმდეგის თავდაცვის დარბილება, ესე შეიძლება ვთქვათ, შესუსტება წარმოებს დრონების საშუალებებით, დრონებისა და არტილერიის ცეცხლის საშუალებებით და მხოლოდ ამის შემდეგ ისევე დრონების ხარდაჭერით ქვეითები ახდენენ აი ამ ტერიტორიის დაკავებას ან გაწმენდას იერიშის დროს, შეტევის დროს. აქ ახლა არის დიდი განსხვავება რაშია არტილერიასთან, ახლა არ არის ახალი, ხო? ჯერ არტილერია ანადგურა, ავიაცია, არტილერია, ხო, კლასიკა როგორც იყო, მე ქვეითი მოქმედებდა. აქ არის დიდი განსხვავება ის, რომ თუ კი არტილერიის ხარდაჭერის დროს, საბჭოთა სისტემაში, შეტევაში არტილერიას ეძლეოდა პერიოდები. ამოცანები ეძლებოდა პერიოდების მიხედვით, ხოლო თავდაცვაში ეძლებოდა ამოცანების მიხედვით ეს დავალებები. თუ კი ჩვეულებრივ კონვენციურ დაპირისპირებაში ცეცხლის ზღუდე, მასირებული ცეცხლის წარმოების ზღუდე უნდა გადაწეულიყო მას შემდეგ, რაც მიუახლოვდებოდა ჯავშან ტექნიკა თუ ქვეითი აი ამ ცეცხლის ზღუდეს, რათა საკუთარი საშუალებებიდან დაზიანება არ მიიღო. ტანკებისთვის ეს იყო 100-დან 200 მეტრი, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის 200-300 მეტრი და ქვეითები 400 მეტრი რო გადავიდოდა ცეცხლი, მერე იწყებდნენ შეტევას, ხო? გადაიდიოდა ცეცხლი, გადაიტანებოდა და უტევდა მერე ქვეითი. რომ თავისი ცეცხლის ქვეშ არ მოხვედრილიყო. დღეს ქვეითის თავზე დგზის ეს დრონი და მიყვება და ეხმარება იგივე დასადაზრო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად უშუალოდ დარტყმების განხორციელებაში, ხო? და თან ისეთი ზუსტი დარტყმების განხორციელებაში, რომელიც მაგალითად ინდივიდუალურ სნაიპერიან ინდივიდუალურ მებრძოლი შეიძლება გაანადგუროს, ან ბუნკერში შეფრინდეს და იქ აფეთქდეს, ხო? ან მიწურში, სადაც თავშეზე ფორტიფიცირებულ ადგილმდებარეობაში შევიდეს. აი ეს დიდი განსხვავება არის. ერთი პერიოდი საბჭოთა კავშირში ეს თუ საინტერესო არის, რომ მუშაობდნენ 60-იანი წლების ბოლოს მუშაობდნენ ეგრეთ წოდებული ცეცხლის ზონის კონცეფციაზე. ეხლა რა იყო ესა, რომ შენი ჭურვები, შენი არტილერიის ჭურვი, ხარდაჭერის არტილერიის შეტევაში უნდა აფეთქებულიყო შენი ჯავშან ტექნიკის თავზე. ეს ნამსხვრევების იმით, რომ მოწინააღმდეგის ტანკს აწინააღმდეგო საშუალებებს არ ქონდათ შესაძლებლობა, რომ შენ ჯავშან ტექნიკასთან მიახლოვებოდა და ახლო მანძილიდან დაეზიანებინათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს აფეთქებები იმდენად სუსტი იყო ზედამხარი აი ამ ჯავშან ტექნიკას, რომ თვითონ ჯავშან ტექნიკას აზიანდებოდა საკუთარი აი ამ აფეთქებით. ამდენად ეს კონცეფცია აღარ იქნა განვითარებული. ეხლა ამის საშუალება არის ფაქტიურად. ანუ ფაქტიურად მიყვება დრონი შენ ქვეითს
და ახორციელებს აი ამ შეტევის წარმატებისთვის, ხო? ბოლოს ისიც აღმოჩნდა, რომ უკვე არ არის მხოლოდ უპილოტო საფრენ აპარატზე საუბარი, არამედ საუბარი არის რობოტიზირებულ საბრძოლო სისტემაზე, ეგრეთ წოდებული, ანუ რობოტებზე, რომელიც სახმელეთო რობოტებზე, რომელიც ასევე მართვადი არის, დისტანციურად მართვადი საშუალებებია, რომელიც ბოლოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველად იქნა, რომ ტყვედ იქნა აყვანილიო, ხო ეს მოწინააღმდეგე, მაგრამ ტყვედ ადრეც აიყვანებოდა დრონები, საჰაერო დრონები ჩამოუგდებდნენ წერილს, რომ თუ გუნებდებით წამოყვევი, თუ არა და ჩამოვაგდეთ. ბევრი იყო ესეთ შემთხვევები, მაგრამ ამაზე მაქვს კითხვა, ზელენსკიმ თქვა, რომ პირველად ავიღეთო რუსების პოზიცია, მთლიანი პოზიცია, მთლიანად ავტომატური საშუალებებით და დაგუნებდნენ, ანუ ჩაგუბარდნენ, ანუ მარტო ჩაბარებაზე არ იყო საუბარი და ეგეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირველად ბევრი რამე ხდება უკრაინის მიმართულებით. უბრალოდ ჩვენ ვისაუბრეთ ხმელეთზე, სანამ გადავალთ სხვა თემებზე, საინტერესოა საზღვაო მიმართულებით და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. აქ ჩვენ შეიძლება დაუკვირვებელი თვალისთვის არაპროპორციულად წარმატებული გვეჩვენება, იმიტომ რომ ჩვენთვის ნათელი იყო, რომ უკრაინას არ ყავს საზღვაო ძალები, არ ყავს ძლიერი წარმომადგენლობა შავ ზღვაში, მაგრამ უკრაინის საზღვაო დრონებმა შეძლეს, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად გაანეიტრალეს და გააქციეს ტერიტორიიდან და ის ფლოტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა შავი ზღვა და ნატოს წევრებს, რომლებიც შავ ზღვაზე იყვნენ, მათ შორის თურქეთს შიშის ზარს სცემდა, უკრაინამ, რომელსაც საერთოდ ფლოტი არ აქვს, ნაწილობრივ გაიქცნენ, უბრალოდ ზღვაში ვეღარ გადიან და ერთ-ერთი მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი ისიც არის, რომ დრონების არ გამოყენება შავ ზღვაში, როგორც ჩანს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. და მეორეს მხრივ, როგორც ირანში ვნახეთ ეს კითხვის ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი არის, როგორც ირანის შემთხვევაში ვნახეთ და ასევე უკრაინის და რუსეთის შემთხვევაში ვნახეთ, ამ იაფასიანი დრონებით შესაძლებელია ძალიან ძვირადღირებული თავდაცვის სისტემების გადატვირთვა და შემდეგ მოწინააღმდეგისთვის ძალიან ძვირადღირებული ზარალის მიყენება. ამერიკელებმა სხვადასხვა საფრენი აპარატები დაკარგეს ირანელების თავდასხმის შედეგად და უკრაინელები ეხლა ამვითარებენ სტრატეგიული სიღრმეში შემავალ დრონებს, რომლებიც ზურგში ურტყავენ, ანადგურებენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და აზიანებენ ნავთობის წარმოებას და ამით სანქციებზე უფრო ეფექტურად აზიანებენ რუსეთის ეკონომიკას. ამ ორი მიმართულებით, საზღვაო მიმართულებით და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, იგივე ტიპის ცვლილებებს ხედავთ თუ ეს უფრო მასშტაბური არის ვიდრე სახმელეთო მიმართულება. დიახ, მართალი ბრძანდები და ზელენსკიმ ზუსტად ის ამის მინდოდა ხაზის გასმა, რომ პირველად მოხდა ტერიტორიის თავდაცვის ახლა მე ვერ ვიტყვი რა იყო, მაგრამ შავთავთ რომ თავდაცვის პოზიციის დაკავება თავის ტყვეებით აყვანეთ. ახლა მე ვიცი კარგად ახლა უკრაინის მახასიათებლები, ფრონტის მახასიათებლები და ესე გულისხმება, რომ ეს შევიდა 1-5 დრონი და სროვიკინის ხაზი გადაკვეთა და ასე შემდეგ. აქ საუბარი არის როგორც წესი, რა სახეც აქვს ხო აი ამ დღევანდელ დაპირისპირებას, ეს არის ბრძოლა ქარის საცავებისათვის. აი ტყის ზოლები, რომელსაც ტრიალ მინდორში, რომელიც სიგანი არის ალბათ 20 მეტრამდე, 15-20-25 მეტრი და აი ამ ქარსაცავებს შორის მანძილი არის სადღაც 2 კილომეტრამდე, კილომეტრნახევრიდან 2 კილომეტრამდე, აი ბრძოლები მიდის აი ამ ქარსაცავებში, იმიტომ რომ ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება თავი შეაფაროს ზუსტად აი ამ დრონების შეტევას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო სხვა შორის ეს იყო კომბინირებული, ეს არ იყო ხო სახმელეთო, ეს იყო კომბინირებული საჰაერო და სახმელეთო დრონების ერთობლივი რობოტიზებული სისტემის ერთობლივი მოქმედება, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოიწვია, ალბათ ის ტყვედ ჩავა იქნებოდა, როგორც აი მე ტერმინიც კი ვთვლი რომ ახალი ტერმინია შემოსაღები იმაზე, რაზეც რუსები აკეთებენ, ეს არ არის ინფილტრაცია. ინფილტრაცია კლასიკური გაგებით არის, როდესაც ფარულად ახდენ შეჟონვას მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, იკავებ რაიონს და შემდეგ ახორციელებ დარტყმას. ეს არის უფრო დავარქმევდი შეღწევას, შეიძლება თუ ინგლისურ ტერმინოლოგიას გადავ ინჯექშენი დავარქვათ, ხო, ინფილტრაციის მაგალითად ინჯექშენი.
რაც გულისხმობს, რომ ბრძოლით შედიან ეს 5 კაციანი ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ ბრძოლით შევიდნენ დაეკავონ ეს ესეთი ქარსაცავი, გამაგდნენ, დაელოდონ შემდეგ ჯგუფს და შემდეგ გააგრძელონ შეტევან დაელოდოს ან მას შეიქმნება რაღაც გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეძლებს ვერ შეტევის განხორციელებას. შემდეგ ისევე ქარსაცავისთვის. აი ეს დაპირისპირება იწვევს იმას, რომ ახლა არის ფაქტურად ვითარება ახლა ფენოვანი ხაჭაპურივით რა ერთ ქარსაცავში არიან უკრაინელები, მეორე ქარსაცავში რუსები, შემდეგ ქარსაცავში ისე უკრაინელები და ასე შემდეგ რა არის ესეთ ვითარება. აი ამ ვითარებაში მშვენივრად იქნა გამოყენებული, მეთვლი რომ გამოყდა ამას თავისი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მახასიათებლებმაც ხელი შეუწყო, იგივეს ვერ გააკეთებ, ძალიან გაგიჭირდება მთიან პირობებში ან ტყიან პირობებში, თუნდაც დასახლებულ პირობებში რაღაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები გვაქვს, მაგრამ აი ეს ღია ადგილზე გამოიყენეთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, როდესაც ვსაუბრობ დრონებზე. ვინაიდან ნუ გავიგებთ ისე რომ მორჩა ქვეითი აღარ არის საჭირო, დრონები ასრულებენ, გამოდიან რობოტები ტერმინატორი ალბათ 5 გამოჩნდება და მარტო დრონები ომობენ და ხალხი ცოცხალი რჩება. არ არის ესე არ არის. მე ალბათ საკე ვისაუბროთ თვითონ ომის ეთიკის სრულებაზე ამ დრონთან დაკავშირებით ასევე, მაგრამ უშუალოდ ახლა აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ის რომ აუცილებელია ქვეითების მონაწილეობაც, როცა ტერიტორიაზე ან ჯავშა ტექნიკის მონაწილეობაც თუ კი რაღაც მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი და მაგრამ დრონები დღეს ახორციელებენ აი თუ ჯავშან ტექნიკის გაცილებას როგორც ჰაერიდან ისე ხმელეთიდანაც იგივე განაღმვის საშუალებით დანაღმვის და განაღმვის საშუალებების ამოცანის შესრულებით და ასევე ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესრულებით და ისევე დაჭრილის გამოყვანის შესრულებით ხო არის დრონები რომელსაც ჩადებენ სპეციალურ იმაში კაფსულაში დაჭრილს და გამოყავს ეს დაჭრილი ამ დროს სახმელეთო დროს არის უკვე ესეთი იმაზეც არიან ასე რომ მაინც უფრო კოვისარი რა ქვია ეს არის კომპლექსური ღონისძიება და ძალიან დიდი მნიშვნელობა სატარდება რა ამოცანებით და რა ძალებით. ეხლა დაუბრუნდეთ გადავიდეთ ზღვაზე ახლა მე ვინაიდან ასე თუ ისე ვიცი და მახსოვს ეს სამხედრო ისტორია დიდი წარმოდგენის რუსეთის საერთოდ საზღვაო ძალებზე და შავი ზღვის ფლოტზე მით უმეტეს არასოდეს არ ყოფილა შავი ზღვის ფლოტის ზოგადად რუსეთის საზღვაო ბრძოლაში ბოლო გამარჯვება იყო 1823-ში, ხო 23 წელს სინოპის იმის დროს აქვია, როცა ნახიმოვმა დაამარცხა თურქების ფლოტი სინოპთან. ისინი ჩაკეტილი იყო თვითონ სინოპის ყურეში იყვნენ და რუსემ გარედან დაბომბეს და გაანადგურეს. ამის მერე არ გაუმარჯვია არსად რუსეთის საზღვაო ბრძოლაში, რუსეთის ფლოტს არ გაუმარჯვია. ახლა ცუს იმას არ გავიხსენებ და კიდევ სხვა შემთხვევებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გმირული სიმღერების გარდა რუსულ ფლოტს არაფერი არ გაუკეთებია რა, ესე დასამახსოვრებელი. ამდენად მე დიდი ის წარმოდგენა არ მქონდა რუსულ შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობებზე, მით უმეტეს თავისი კრეისერ მოსკვათი და ასე შემდეგ, მაგრამ ნიკუზნეცოვის ანეკდოტები რო დადიოდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაოდენობა იყო, დიდი რაოდენობა იყო და სხვათა შორის აქ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მე ყოველგვარი იმის გარეშე არავის არაფერს არ ვუკარგავ და უდიდესი აი მართლა აი საოცარი გამომგონებლობა და კრეატიულობა გამოიჩინეს უკრაინელმა ინჟინერებმა მათ ჰქონდათ კიდეც ახლა ეს რესურსები საბჭოთა კავშირის პროდუქტი და დარჩენილი იმდენი საწარმო იყო იქ ხო სამხედრო იარაღის წარმოების სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და შესაბამისად იყო დარჩენილი ბევრი ხალხი რომელსაც აი შეუულიათ ესეთ მუშაობა მაგრამ ძალიან დიდი ჩემი მონაცემებით ბრიტანელებს დიდი დამსახურებაც აი ამ საზღვაო დრონების განვითარებაში სხვა შეხლა რაინმეტალი იწყებს უკვე სერიულ წარმოშობას კრაკენ K3-ის ეს არის ასევე საზღვაო ზედაპირული დრონი ეგრეთ წოდებული რომელიც ახლა ეს ნიშნავს იმას რომ ეს სიცარიელიდან ეს არ დაწყებულა უცებ იგივე ნეპტუნის არ იყოს ხო ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა რომელიც გადააკეთეს ხმელეთი რაკეტად ხო უკრაინელებმა მაგრამ რეალობა არის რომ აი ქვეყანას რომელსაც ეს დიდი სირცხვილი რუსეთის საზღვაო ძალების
არის ის, რომ ქვეყანას რომელსაც საზღვაო ძალები არ აყავს 30%-მდე ფლოტი გაუნადგურა რუსებს და აიძულა ნოვოროსიისკში შეყუჟულიყო და დამალულიყო, ხო? ეს და იქაც კი წვდებია ტუაფსეში იყო, ხო, ტუაფსეში მეთქი. ხო, ტუაფსეს საკე დაარტყეს და კიდევ იყო ხა 2 ის ჩაძი დაუზიანეს ძიმეთ დიდი სადესანტო გემი. ახლა ხან 2-3 დღის თუ არ ვცდები. ასე რომ მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა ჯერ ამ ეტაპზე რას გულისხმობ რომ სამხედრო ხელოვნების სამხედრო ტექნიკის მეცნიერების განვითარებას ახასიათებს ციკლურობა იყო პერიოდი როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა არარელევანტური იყო საჰაერო საშუალებების მიმართ. ვერაფერს ვერ წყვიტავდა საჰაერო საშუალებები გაცილებით წინ იყვნენ წასულები. გახსოვთ პერიოდი, ყოშუაში მოვესწარეთ იმ პერიოდს, როდესაც ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ისე განვითარდა, რომ საუბარი იყო ტანკები რამდენად გამოყენებად იქნებოდა ბრძოლის ველზე, ხო? ანუ აი რაღაცა ვითარდება და უკვე დაწყებულია ეს დრონსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება. თუნდაც აი დაუბრუნდით იგივე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, ხო? აქტიურად მის მუშაობა ჰაერსაწინააღმდეგო დრონების განვითარებას, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე თუნდაც ერთი გადასატანი კომპლექსი, აქვია PZRK-ს ეგრე უძახდა, გადასატანი კომპლექსი, ან თუნდაც რაკეტა, ხმელეთი ჰაერი რაკეტა, ხო, ან ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა, ეს გაცილებით იაფია დრონი. რომელიც უშუალოდ დრონს ანადგურებს. ახლა თავდაპირველად უკრაინელებს ისიც კი ქონდათ შემუშავებული ანტიდრონები, დრონი იყო, რომელსაც მიმაგრებული ქონდა ანკესის ჯოხი. გაშლილი ანკესის ჯოხი, რომელიც უახლოვდებოდა მოწინააღმდეგის დრონს, ну ძირითადად აქ საუბარია თქმა უნდა ასე კვადროკოპტერებზე და FPV დრონებზე, რომელიც ნაკლების სიჩქარით მოძრაობენ. და მაშინ აი ამ ჯოხს აქვია იმას პროპელერი ქართულად ხრახნებში შემიყვანდა და აგდებდა ამ იმას. ეხლა განვითარდა უფრო მეტი განვითარება მიიღო და არის უშუალოდ ეტაკება, კამიკაძე დრონის ფუნქციას ასრულებს, არის დრონი რომელიც ესვრის პირდაპირ აქვია სანადირო თოფი აქვს გამაგრებული და სანადირო თოფიდან არის საფანც ესვრის 12 კალიბრიას ან ხო კარტეს ესვრის 12 კალიბრი ან 4-0-იანი მას ესვრის საფანც არის ესეთი რაღაც, მაგრამ არის ახლა კიდევ უფრო ვითარდება ეს ყველაფერი და არის ის რომ ეს ჰაერსაწინააღმდეგო დრონები ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა. ხა ბრიტანეთში ოქტოპუსებს ბრიტანეთი ამზადებს უკრაინისთვის. ზუსტად აი ოქტოპუსებს ასაც უძახიან უკრაინელი ინჟინერებთან ერთად მუშაობენ ბრიტანელები და ეს ამარაგებს უკრაინას. სხვა შორის ბრიტანეთის ერთ-ერთი სახელის ახლა შევწდე და ერთ-ერთი დრონების წარმოებელი ფირმა გავიდა მოწინავე პოზიციებზე უკრაინაში დრონების მომარაგებით. მაგრამ ეს დრონები არის ლოგისტიკური დრონი, რომელსაც შეუძლია 150 კილოგრამამდე გადაიტანოს აქვე თვირთი. და აი ამით მაქსიმალურად ეხმარებიან უკრაინას, ესე არ არის ახლა მარტო უკრაინა. ტექნოლოგია ძალიან დიდი მნიშვნელობა. დრონს რომელიც უნდა იყოს სუბუქი მის მასნა აკუმულატორი უნდა კონდეს დიდი ხანი. შეძლო ჰაერში ატანა, ამიტომ რომ სუბუქი თუ არ იქნა ვერ წაიღებს იმ დატვირთვას, ხო? ესე იგი რომელიც საბრძოლო დატვირთვას დავარქვათ, ხო? შესაბამისად მას სჭირდება ძალიან ძლავრი და ამას სუბუქი მატორები. ყველა ქვეყანა ამას ვერ აწარმოებს. ასევე ხა აღარ ვიძახი პატარა ელექტრონულ საკითხებზე, რომელიც მართლა ბევრი ქვეყანა ვერ აწარმოებს და უკრაინელს ამის შესაძლებლობა აქვთ. რო დაუბრუნდეთ იმას, აი კითხვის ბოლო ის რაც იყო, აი ირანში რა ხდა, ირანის გამოყენებული, ირანის მიერ გამოყენებული, იქ ირანის არა მარტო დრონები იყო გამოყენებული, იქ იყო ირანული ბალისტიკური რაკეტებიც, შესაბამისად, აი იმიტომ რომ დრონი მაინც მცირე ასაფეთქებელი გადააქვს. იქ აი ესე მასურად თვითმფრინავების განადგურება მაინც ბალისტიკური რაკეტიც იყო, მაგრამ თუმცა ის რომ რეალურად აღმოჩნდა რომ ის პატრიოტები და ის ძვირადღირებული საშუალებები რაც ჰქონდა ნაყიდის საუდის არაბეთს თუ ან იმას ომანს ის გაიხარჯა, იმიტომ რომ არ იყო ის იმ რაოდენობით, ხო, დრონზე მეც ვერ გამოუშვებდნენ. და აღმოჩნდა რომ აი ეს აღმოჩნდა ეს დაუცველი, ხო, ფაქტიურად აი ამ თვალსაზრისით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დღეს
იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დრონის საწინააღმდეგო საშუალებებზე მუშაობა. დაწყებული ლაზერული საშუალებებით, დამთავრებული მიკროტალღოვანი იმპულსებით. სხვა შორის ამერიკებმა გამოსაცეთ მიკროტალღოვანი იმპულსი, რომელმაც და სპეციალურად მე ტაქტიკაზე ცალკე ვისაუბროთ ამ დრონის, მაგრამ თვითონ აი ცნობილი დრონების ხროვის ტაქტიკა, ხო, როცა ბევრი დრონი ერთდროულად სხვა მიმართულებიდან უტეს პატარა ზომის დრონები, აი ერთი იმპულსით 46 დრონიდან 46-ე ჩამოაქვთ. ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც ვითარდება, ხო? ასევე ვითარდება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, ინტეგრირება ამ ხელსაწყო საშუალებებში, ხო? მაგალითად იგივე აი ძველ ZEU-23-ს მიეცა ახალი სიცოცხლე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბალისტიკას უთვლის და იმაშობა აღმოაჩენს იმას დრონს, აკეთებს მის გათვლას და არ ჭირდება 5 კაცი მის სასროლად, ერთი ოპერატორი შეუძლია 3 ერთად ისროლოს აი ეს ქვემეხები, ხო, რომელიც გაცილებით ზუსტად ისვრის, ვიდრე თქვათ ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით. ანუ მე რას ვიძახი, რომ აი ეს ვითარება ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ არ შეიძლება ხოლმე თქვა, რომ აი მორჩა დამთავრდა, დრონები გავითარდნენ, всё, აღარ ტანკი და საჭირო და არაფერი გამოვლენ ესენი იომებენ და ასე შემდეგ. ეს არ არის, არ იქნება მართებული. უნდა გავიხედოთ წინაუცილებლად. ორი აზრი არ არსებობს, რომ დრონები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, იგივე ირანის მაგალითზე, ხო? ეხლა რა ხდება თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს, უკვე მას დრონები აცილებენ, რომელიც აკეთებს აი იმ დამატებით აღმოჩენას, მიზანმიმართვას, დაზვერვას, ძალიან მნიშვნელოვანია შენი დარტყმის შედეგად შედეგების დაფიქსირება და შედეგების გათვლა, როგორ რა შედეგები დასულა შენი დარტყმები ჭირდება იმას დამატებით დარტყმა თუ არ ჭირდება ამ ობიექტს. ამას ყველაფერს აკეთებს უკვე დრონი და ანუ ტანდემში მუშაობენ ეს თვითმფრინავი და დრონები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი ბატონო. საინტერესოა, რომ ეს დრონები ახლა ძალიან რელევანტური გახდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და სრულიად შეუმთხვევლად, ასე ვთქვათ, ემთხვევა იმ ფაქტს, რომ ავტომატიზაცია მოხდა ძალიან ბევრი დრონის ნაწილების კეთების. ანუ ძალიან ბევრი ქვეყანა იწყებს მიკროჩიპების წარმოებას, სხვადასხვა ნაწილების წარმოებას და ის დრონები, რომლებიც შეიძლება ახლა ამერიკის ჯარს ყავდა 93 წელს 90-იანებში, როცა ერაყში შევიდნენ და სადაზვერვო იყო, ეხლა ნებისმიერისთვის კომერციულად ხელმისაწვდომი არის და უკვე შეიძლება მათი მასიური წარმოება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იმ დრონების რელევანტურობასთან და მნიშვნელობასთან ერთად ომში ასევე მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკასთან ერთად სტრატეგიული მარაგების წარმოება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს დრონები, ამ ტიპის ტექნოლოგიები, მიკროჩიპები, ნახევრად გამტარები იწარმოოს, ვინაიდან ეს წყვეტს რამდენად ეფექტურად შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანას საკუთარი სამხედრო ამოცანების ან თავდაცვითი ამოცანების გადაწყვეტა. უდაოდ მარაგებზე საუბარი, სტრატეგიული მარაგები, რა თქმა უნდა შეიქმნას, აქ არ არის აუცილებელი, აქ ერთი ფაქტორია, არ არის აუცილებელი შენ დაიწყო ამ ჩიპების წარმოება, რომელიც დაგიჟდება 5 ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე შეძენა. მაგრამ შეძენა და დასაწყობება ამის შესაძლებელი არის. და ეს საჭიროც არის. ხო, იგივე იმის გათვლით, თუ რამდენად რა ტენდენციები უნდა გაითვალისწინოს, რა ტენდენციები იქნება, აი ამიტომ ეს ფუტურიზმი, ხო, ფუტურისტული იგივე J5, ხო, გენშტაბში მაგისტრის არის ეს დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ განიხილავს აი განვითარებას, აი ამ შესაძლო ტენდენციებს და შესაძლო ცვლილებებს იგივე სამხედრო ხელოვნებასა თუ სამხედრო მეცნიერებაში. აქ რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი არის აგრეთვე თვითონ კონდეს მაგალითად რა საქართველოს მაგალითზე, ხო? ეხლა რა აუცილებლად უნდა იყოს პრიორიტიზირებული რა მიმართულებით უნდა განავითაროს შენ შესაძლებლობები. მე ესე მგონია, ჩემი სუბიექტური აზრი არის. ჩვენ ახლა დრო არ უნდა დავკარგოთ დრონების წარმოების აწყობაზე და აი დაგვიანებულები ვართ. ვერ დავეწევით სოფლიოს საუკეთესო ნიმუშებს. ჯობია ეს
შეძენაზე ვიფიქროთ, მაგრამ სამაგიეროდ დრონს საწინააღმდეგო საშუალებები სადაც სიახლე არის, აი იქ ჩავერთოთ მაქსიმალურად და იქნება ეს წინა ნაბიჯი, იქ ნაბიჯი დავახვედროთ უკვე მომავალს, დავახვედროთ უკვე მომზადებულები, დავხვდეთ მომავალს მომზადებულები. ეხლა ეს მაგალითად როგორ არის, იცი რომ ეხლა საქართველოს დაიწყოს პისტოლეტის წარმოება. და ბევრ გამომისმენია რომ ჩვენი პისტოლეტი არ გვიღირს. შეიარაღებული ძალები რომ სამაგად შეაიარაღო იგივე პისტოლეტი მე დანარჩენი ხონდა გაყიდო სადღაც ხო არ შეაჩერებ ამის მერე არ აკავ შენი მხარ შეიარაღებული ძალები ამის შემდეგ წარმოებას ხო არ შეაჩერებ და სოფლიოში ვერ მოუგე ვერ აჯობებს სხვას ვერც წარმოების ტექნოლოგიით და ვერც იაფით ამიტომ აი ესეთ რაღაცებზე არ უნდა დავკარგოთ დრო და უნდა ვიფიქროთ უფრო ტექნოლოგიურ და უფრო ფუტურისტ, უფრო მომავალზე ორიენტირებულ შესაძლებლობების განვითარებას. ჩემი აზრით ესე ვიმე. კი ბატონო, გადავდივართ ასე ვთქვათ ჩვენ შემდეგ თემაზე. რა შეიძლება პატარა ქვეყნებმა მიიღონ ამ გამოცდილებიდან, თანამედროვე ტექნოლოგიებიდან, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ დრონებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის განვითარებას არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უკრაინელებს უკვე სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავებაში ეხმარება, სატელიტური სურათების დამუშავებაში და აღმოჩენას აკეთებს. დრონებთან არის მიმაგრებული და რეალურ რეჟიმში აანალიზებს, ასე ვთქვათ, ვიდეო კადრებს და ადამიანის ჩართულობასთან ერთად აძლიერებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. იქნება ეს სადაზვერვო თუ სხვა. რა შეიძლება პატარა ქვეყნებმა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი რესურსები, როგორიც აქვთ უზარმაზარ დიდ ქვეყნებს, მათ შორის ფინანსური და ადამიანური. არის თუ არა ეს ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ რაღაც მიმართულებით, სადაც ჩვენ ჩავარდნები გვაქვს, ეს მიმართულებები ამოვკაჩოთ, თუ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას აჩენს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენზე დიდი ქვეყნები ასევე ამვითარებენ და მოწინავეები არიან ამ ტექნოლოგიების მიმართული. კარგი კითხვა არის და საკმაოდ კომპლექსური კითხვა არის. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ პატარა ქვეყნებმა უპირველეს ყოვლისა უნდა ისწავლოს ის, რომ წინააღმდეგოს ყოველთვის აქვს აზრი. და ყოველთვის უნდა იყოს შენ ძლიერი. ქვეყანა ისეთი როგორც არის საქართველო, ან ისეთი რესურსების მქონე ქვეყანა როგორც არის საქართველო, ხო? ერთდროულად ურთულესი არის იმ გარემოში, სადაც ვიმყოფებით, დამეთანხმებით, აი გეოპოლიტიკურ გარემოდან და გეოგრაფიული გარემოდან გამომდინარე, ძალიან რთულია ერთდროულად კონდეს თავისუფლებაც და სიწყნარეც. თუ ირჩევ თავისუფლებას, შენ თავისუფლების ბრძოლისთვის უნდა იყოს მზად. ეს არ ნიშნავს, ხა ჩვენ რაღაც მოსკოვში ქართული დროშის აღმართვა გვინდოდეს, ან რაღაც იმის ტერიტორიების დაბრუნება, ძველი ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ის რომ სანამ იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ სანამ შენზე ვიღაცა იფიქრებს აგრესიის განხორციელებას, სამჯერ დაფიქრდეს, უღირს თუ არა მას. ეს არა მხოლოდ სამხრეთ აზიის, ეს იქნება მისი პოლიტიკური მოგება რა იქნება, ეკონომიკური მოგება რა იქნება და ასე შემდეგ. რა დანაკარგს მიიღებს ამისაგან. ამის გარდა ხო იგივე მაკიაველსო დავესეს ხო თუ გყავს ძლიერი არმია, ადვილად იპოვი ძლიერ მოკავშირეს. შენ ძლიერი ჭირდები. სუსტი ეცოდები, ძლიერი ჭირდები. ნებისმიერ იმას აქვია მოკავშირეს. შესაბამისად, აი ამ კუთხით აუცილებლად უნდა ვიფიქროთ და აუცილებელია რომ ვიფიქროთ. ახლა უშუალოდ ამ ტექნოლოგიის განვითარებას, რასაც ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ აი მცირე ქვეყნებს უნდა კონდეს ძალიან კარგად თავის თავზე მორგებული ტექნოლოგიური ხედვები. ის რაც ჩვენ არ შეგვიძლია თქვა იგივე რაოდენობაში გადავიყვანოთ, ან რაოდენობაში ან ინდუსტრიული დატვირთვები ავზიდოთ, ხო? ისეთმა ქვეყნებმა, პატარა ქვეყნებმა, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ განავითარო, პირიქით უფრო მეტად უნდა განავითარო ტექნოლოგიები და უფრო ტექნოლოგიურად მოწინავე, ტექნოლოგიურად უპირატესობა უნდა კონდეს მოწინააღმდეგეს. ძალიან არ მიყვარს და აი ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ის აზრი, რომ თუ ქვეყანა დიდი არის, ახლა ამხელა აბა ის მეზობელი და ჩვენ რა მაგ პრინციპით ისრაელი რამდენი დიდი ხანია უკვე გადაყლაპული უნდა იყოს და ინდოეთის მომრევი ქვეყანა აღარ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ამხელა ხალხის რესურსი აქვს, ხო? და ეს ასევე
ევროპა რო ავიღოთ ერთიანი ევროპა 500 მილიონია. რუსები 155 მილიონია. მაშინ აბა რისიაშინია ევროპას 155 მილიონის. ასე რომ ეს რაოდენობა არ ნიშნავს ყოველთვის სიძლიერეს. მე არ ვიძახი რომ ხა რა ქვია რაოდენობა სამხედროში არ აქვს ფასი. ძალიან ბევრ შემთხვევაში რაოდენობა იძენს ხარისხის მახასიათებელს. მაგალითად ახლა მე თუ მაქვს ერთი ავტომატი ხო უხეშად ავტომატი კალაშნიკოვი M4-იანი რომელიც გინდა და გარშემო არიან 10 მოსინის შაშხანით უპირატესობა 10 მოსინის შაშხანიანს ექნება. რაოდენობა ყოველთვის გარკვეულწილად გარკვეულ შემთხვევაში იძენს ხარისხის მაჩვენებელსაც. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისეთ ქვეყანა როგორც არის პატარა ქვეყანა ისე როგორც საქართველო, რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი უნდა ქონდეს ტერმინის ტექნოლოგიებთან. მაგალითი რა გვინდა შორს წასვლა ყარაბაღის ომი აიღეთ და აზერბაიჯანის მიდგომა აიღეთ აღნიშნულთან შესაბამისად. ეხლა აქ კიდევ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი არის ისეთ ქვეყნების ომი ან ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირება, როგორც არის, როგორც მაგალითად, ასე ჩვენ ვხედავთ, რა ქვია, ახლო აღმოსავლეთში. ახლა დიდი განვითარებული ძლიერი ქვეყანა, ხო? შენ ვერ აჯობებ აი ამ რაოდენობრივ და ტექნოლოგიურად, მაგრამ ის რომ შენ კონდეს იმის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ეს თუნდაც დრონი აიღოთ, რომელიც მორგებული არის უშუალოდ შენ გეოგრაფიაზე, შენ კლიმატზე, შენ თუნდაც შენ კულტურაზე და თუნდაც შენ შეღებულ ძალებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი შემაკავებელი ფაქტორიც არის სხვათა შორის. იგივე როდესაც შენ არ აყავს საზღვაო ძალები, ხო, რაც მე ვთვლი რომ დიდი შეცდომა იყო თავის დროს და ახლა ვთვლი რომ დიდი შეცდომა და შესაძლებელია საქართველოს აღადგინოს თავისი შეღებულ საზღვაო ძალები. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს საზღვაო დრონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ უდიდესი შემაკავებელი შესაძლებლობა გექნება და სამწუხაროდ გქონდა ჩვენ ხო ეს რა ქვია ქარხანა რომელიც კატერებსაც კი უშვებდა. წყალქვეშა ეს კომენტარო იყო კატერების იმას აწარმოებდა საქართველოს ხო? სადღა ეს ახლა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენ ძალიან ხელოვნური ინტელექტი არ ახალია. იგივე მასა იმის დამუშავება ახლა არც ჩვენი სადაზრო სამსახურებისთვის არის უცხო, იგივე პარტნიორების დახმარებით, იგივე ინფორმაციის გადამუშავებას, დახარისხება გადამუშავებას ახორციელებს. იგივე საბრძოლო სისტემებშიც ძალიან აქტიურად არის გამოყენებული. მაგალითად 2020 წელს მოხდა პირველად, როდესაც თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით მიიღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილება და დააზიანა ლიბანში მიზანი თავისი გადაწყვეტილებით. აქ ჩნდება მორალური ისეთი საკითხებია, რომელიც მაგალითად უსაფრთხოებას ეხება და განიხილება სამხედრო მეცნიერებაში საკმაოდ ისე ყურადღებით, რაც არის მაგალითად რისი უფლება უნდა კონდეს ხელოვნურ ინტელექტს. რაოდენმდე სადამდე უნდა კონდეს უფლება ხელოვნურ ინტელექტს. არის ახლა ისრაელსაც გააჩნია უპილოტოები, თურქეთსაც გააჩნია. ახლა უკრაინელმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ინტეგრირება ხელოვნური ინტელექტის იმაში, დრონში. ასე რუსებიც აცხადებენ ამას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ვიცი ჩვენ რა დონემდე არის. მე რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იყოს ადამიანის მხარეს. ხელოვნური ინტელექტი თვითონ იზრდება. აი ამ არსებული ინფორმაციის დამუშავებით ახლა ჩვენ მსმენელს ვერ ვასწავლეთ ამას, ძალიან კარგად ესმით ეს ყველაფერი, თვითონ აი ამ რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებს, მით უფრო იზრდება. და თუ კი მას ექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ეს არ გამორიცხავს საფრთხეს. რას ჩათვლის თავისთვის საფრთხედ ეს ხელოვნური ინტელექტი
და რის წინააღმდეგ გამოიყენებს აი ამ თავის შესაძლებლობებს. ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამაზე მთელი კონფერენციები და ის მიდის იყოს ამაში შეზღუდვა თუ არ იყოს ამაში შეზღუდვა. აქვე მოიტანა და ბარეღა მოდი აი ამ ცოტა ომის ეთიკის საკითხებსაც შევეხოთ. მნიშვნელოვნად გაიზარდა აი დაუსჯელობის შეგრძნება. მე არ ვიძახე რომელ ხარზეა საუბარი. ის რომ დრონი დასდევს ერთ უიარაღო ჯარისკაცს, რომელიც ყეებში დარბის და ხეებს ეფარება და მაინც მისდევდა გასანადგურებლად, ხო? და ამას აკეთებს პიროვნება, რომელიც 15 კილომეტრს იქ იძის. შეიძლება შეიძლება თავზე ჯარში დაედის არ წაიყვანოს, იმიტომ რომ ტყელტერფიანობა ქონდა ან მხედველობა ქონდა, სმენა ქონდა დაქვეითებული და ახლა ზის და FPV დრონი დასდევს აი ამ ჯარისკაცს და ანადგურებს, ხო? ეს აი ომის კანონების გარკვეულწილად მნიშვნელოვანი დარღვევა ხდება. რატომ არის რომ დღეს რუსების დანაკარგში წვერთი 300, ხო, ეგრე რასაც უძახიან, ხო, ან ნატოს თემითი ტერმინოლოგიით, ამერიკული ტერმინოლოგიით WAV, ხო, wounded action, ან დაჭრილი, ომის იმაში დაჭრილი, მათი რაოდენობა როგორც წესი იყო 1-7-თან, 1-4-თან მოკლულთან შეფარდებით, ხო, 1-3-თან მინიმუმ, ხო, ძალიან მძიმე ბრძოლებში. ეხლა ფაქტურად 1-1-თან და 1-2-თან არის. ვინაიდან წამოდის 15 კილომეტრი, რომელსაც გაადბიანეს ისინი თუ 5 კილომეტრი, 6 კილომეტრი, რომელსაც აი აპირებენ შეღწევას ამ გაშლილ ველზე ეს ჯგუფები, ხო, ცირეზომიანი ჯგუფები. იქ თუ ერთი კაცი დაიჭრა, ერთი კაციც რო დაიჭრას, ვისაც ქონია შემთხვევა, ხო, იგივე დაჭრილის გამოყვანის ან იმის გამოყვანი არავინ არ არის. ხო, წესით როგორ არის, ხო? კონვენციურ რომში ჯერ აკეთდება თვითდახმარება, მერე კეთდება პირველი დახმარება, მებრძოლი უმეც გეხმარება პირველ გადაყავხარ შენ ფარულ ადგილზე, შემდეგ მოდის სანიტარი, რომელსაც აი ამ ფარული ადგილიდან გაყავხარ 20-ეულის დაჭრების შეგროვების პუნქტში, მერე კიდევ გადაყავხარ 100-ეულის ლაზარეთში, იქ ხდება დახარისხება, შემდეგ მიდიხარ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უმნიშვნელოვანესი 45 ოქროს 45 წუთი თუ ოქროს 1 საათი, რომელიც აუცილებელი პირველი დაჭრილის გადასარჩენად. ამ პირობებში ეს ფაქტურად აღარ არის. ის თუ დაიჭრა, იმის წამყვანი, გამყვანი არავინ არ არის. ანუ აი ეს ძალიან ბევრი დაჭრილი რჩება ველზე, თუ ზამთარია მით უმეტეს პრობლემებია და თუ ზაფხულია სიცხეში და უწყლობის პრობლემებია ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ბევრი იღუპება. ასევე ხდება ამ დრონები დარტყმა სამოქალაქო მოსახლეობას, სამოქალაქო ტექნიკაზე, ხო? იგივე სამედიცინო დახმარების საშუალებებზეც ხდება ეს დარტყმები. ეს არის ომის კანონების დარღვევა, რომელიც ძალიან ფართო გახდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის როცა თამაში ვიდუყურებ ამას დახორცებს, სხვა ეფექტი გაქვს, ვიდრე უშუალოდ აი როცა საბრძოლო ველზე მიმდინარეობს ეს დაპირისპირება, ხო? აი ეს გარკვეული პრობლემები არის. გარკვეული პრობლემები არის ასევე, აი მე მოვახსენე დრონების გამოყენების ერთ-ერთი მიზანი, ეს არის მაღალი ღირებულების მიზნის განადგურება, ხო? ტერორისტის განადგურება მაგალითად. არ ვიცი რამდენად მართალია არ არის მართალი, მაგრამ არის მსჯელობა შენ როცა ანადგურებ ამით შენ ანუ სასამართლოს გარეშე ანადგურებ. ანუ სასამართლო არ ხდება მისთვის ჯავრის წაყენება რა. ესეც აი მორალურ კატეგორიებში ცოტა ისე თანმიმდევრულად ვერ ჯდება, ხო, იმ დემოკრატიულ მორალურ კატეგორიებში, რა თქმა უნდა, ხო, ჩერჩილს აქვს, ხო, ნათქვამი, რომ ისო თუ შენ მოკლავ კვლელს, ამით კვლელის რაოდენობა აბცირდება სოფლიოში. ამ შესაბამისად, აი ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, არის და ეს ფაქტორებიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. კი ბატონო. პატარა ზომის ქვეყნების თემა რო გავაგრძელოთ, ჩვენი გეოგრაფია, ჩვენ გვაქვს ეს მთაგორიანი სისტემა,
არ არის უკრაინაში რო უყურებთ ძალიან უცხო გარემო არის რო გაიხედავ ჰორიზონტი ჩანს ველები არის ეს ქარის საფარები რაშიც იმალებიან ეს ადამიანები ჩვენთან ცოტა სხვა სიტუაცია არის მთა არის ხევი არის ტყეები ასე შემდეგ ეს ჩვენთვის ამ თანამედროვე ტიპის ომში არის პლუსი თუ ეს არის გარკვეულწილად მინუსი იმიტომ რომ შეიძლება იმ დონის გამოყენება ვერ პოვოს იმ ტექნოლოგიებმა რაც არის. როგორ არის იცით ზოგ ოპერატულ სტრატეგიულ დონეზე გეოგრაფია არის ნეიტრალური. მას აქვს თავისი დადებითი ნიშნები და აქვს უარყოფითი ნიშნები. მე რაც გულისხმობ რომ უნდა კონკრეტული ამოცანიდან, კონკრეტული გარემოებებიდან უნდა მოხდეს ადაპტირება ამ გეოგრაფიის და გამოყენება გეოგრაფიის. ეს არის დამკვიდრებად რამდენად სწორად გამოიყენებ შენ ამ გეოგრაფიას. კი ბატონო, გეოგრაფია მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის, ხო? სიმაღლეზე ხარ, უფრო შორს ხედავ, უფრო მისადგომები ნაკლებია, მაგრამ ძალიან ბევრი ფარული მისასვლელიც არის. ძალიან ბევრი მკვდარი ზონა არის, ანუ ცეცხლის წარმოებისთვის მკვდარი ზონა არის. ანუ შენთან მოახლოება ადვილად შესაძლებელი. რთულდება შენი ლოგისტიკა. ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის არის ეს მე ვთვლი რომ ბუნება ყოველთვის არის ნეიტრალური. თავარია როგორ გამოიყენებ კონკრეტული ამოცანის შესრულების დროს. ტექნოლოგიები ხარ, ტექნოლოგია იმიტომაცაა ტექნოლოგია, რომ კარგად იქნას გამოყენებული აღნიშნულ პირობებში. ახლა რობოტიზაციაზე ვსაუბრობთ, ხო? გაზაში იმაში მიწისქვეშა გვირაბებში რობოტები შეუშვეს, ხო? ებრაელებმა შეუშვეს რობოტი, რომელიც ობერ დადის, რომელიც ან ეძებს, რომელიც ხედავს ინფრაწითელი შუქი თუ ასე შემდეგ და მთელი გამოსახულებას აძლევს, გარეთყოფის ხალხს და მთელს იმას მთელ სურათს აძლევს თავისი დაგეგმარებით და ასე შემდეგ, ხო? ეს გამოყენებული არის, გამოყენებადი არის. ვინაიდან დღესდღეობით აი ამ ზუსტად აი ამ დრონების ფაქტორის გამო და ეს ტრანსპარენტულობის, ძოლისმელი ტრანსპარენტულობის ფაქტორის გამო ისე ვუბრუნდებით აი ამ პირველ სოფლიო ომს და მიწისქვეშ ჩასვლას. რომ აი მაქსიმალურად დაფარული ვიყოთ, ხო? აი ტერმინი გახდა, ხო? საბტირეინ, ხო? მიწისქვეშა სივრცე უკვე განიხილება როგორც მიწისქვეშა სივრცე, როგორც საერთო სივრცის შემადგენელი ტექტონიკური ველის შემადგენელი ნაწილი, ისე როგორც გავახსენეთ, მცირე ჰაერი, ხო? აი მიწისქვეშა სივრცე განიხილება ცალკე ბრძოლის წარმოების და ტაქტიკური ამოცანების თემად. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგია მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის განვითარება შესაბამისად ხდის გარკვეულწილად ტრანსპარენტულს, მაგრამ შენ ტექნოლოგია თავდაცვისთვისაც ავითარებ. შენ სხვა შესაძლებლობები გეძლევ, ხო? გეოგრაფიაზე ვსაუბრობ და ისევე, აი მეზობლების მაგალითად ვიღოთ შუშა. ავიღოთ, ხო? მასე დას ქალაქი, რომელიც მდებარეობდა პლატოზე, რომელსაც მარტო ერთი გზა აქვს. რომელიც ერთი გზა არის, ხო? მაგრამ შეძლეს აზერბაიჯანმა სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, ხო, აი ფლატე, რომ კლდოვან ფლატეზე თოკების საშუალებით შესულიყვნენ იქ, საიდანაც არ ელოდებოდნენ ეს, რა ქვია, სომხები. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გეოგრაფიას ნუ მიუდგებით, იცით, ჩვენ მართიანი პირისა, ახლა გავარდებით ტყეში პარტიზანება და მეტი აფერი გჭირდება. ახლა დავატრიალოთ ისე, ხო, ჩვენთან ძალიან ესეთი ბრენდული მოსაზრებაა, რომ პარტიზანული მოძრაობა გავართ ტყეში პარტიზანებად, ჯერ პარტიზან მოძრაობას მშვიდობიან პერიოდში მომზადება, ესე არ ხდება, რომ ეს ზღაპრეს რო გვიყვებოდეს საბჭოთა კავშირის დროს, რომ გლეხმა აიღო ნაჯახი და გავიდა ტყეში და გახდა პარტიზანი. იქ მთელი სისტემა იყო ამუშავებული, ხო, ჯერ კიდევ სტალინის დროს როგორც ხდებოდა ეს, რომ ქალაქში კომკავშირის მდივანი ოკუპაციის შემთხვევაში ხდებოდა იატაკქვეშა მოძრაობის ხელმძღვანელად, ასე წინასწარ ქონდა გამზადებული, სოფლისა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ხდებოდა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი, ასე წინასწარ ქონდა ეს განსაზღვრული თავის ამოცანები და ასე ადგილმდებარეობა. ეს მთელი სისტემა იყო და ისიც რომ კოპაკმა პარტიზანული არმიით რაღაც გადაერა კარპატები, კოპაკში მთელი შტაბი ყავდა ცენტრიდან გაგზავნილი და იქ სპეციალისტები ყველა იყო გაგზავნილი ცენტრიდან, რომელიც იყო პროფესიონალები. და იქ დანაყოფები იყვნენ, რომელიც თლიანად პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. ეს არ იყო ეს მარტივად ესე არ ხდება.
მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ იმას, აი წარმოიდგინეთ მთაში დრონების პირობებში, როგორ გინდა გათბე. აი სად გინდა დაანთო ცეცხლი, რომ ბოლი არ დაინახოს იმ დრონმა. ხეებს, ფოთლოვან ხეებს ზამთარში ფოთოლი ცვივა. ის აღარ გნიღბავს ისე, როგორც ადრე გნიღბავდა, ხო? მე ეს რაზმი რამხელა უნდა იყოს, ვინ კვებავს ამ რაზმს. ის რაზმი უნდა იყოს არანაკლები 20-ული ზომისა, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გააკეთოს. 5 კაციანი და 1 კაციანი მცირე ზომის რაღაცა შეიძლება გააკეთოს 60-იან შეასრულოს, მაგრამ არა უმეტესი ასეულისა ვინაიდან იმას კვება ჭირდება და უზრუნველყოფა ჭირდება, ხო? აი ეს გასათვლელი. მე კი არ უძახი რომ ეს არა, ეს უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს ჭკვიანურად. აუცილებლად უნდა იყოს ეჭკვიანურად. აი ტექნოლოგია მას შენ დაგეხმარება, იგივე ლოგისტიკური დრონების გამოყენება, იგივე სადაზვერო დრონების გამოყენება, იგივე აი იმ დრონის FPV დრონის გამოყენება, იგივე მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ძალიან კარგად განვითარებული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები აქვს, ხო? შენ თუ ბოჭკოვან, აქვია, ოპტიკურ ბოჭკოვან იმას დრონებს იყენებ, მაშინ არ მუშაობს იმის საშუალებები. მაგრამ ახლა ოპტიკურ ბოჭკოვანის გამოყენებას შესაბამისი გარემო პირობები ჭირდება, ხო? ის სიმაღლე ისე არ აქვს და შორ მანძილზე არ დაფრინავს. ეხლა მგონი ახლა გააკეთეს თუ არ ვცდები რუსებმა. KVS დრონი ესე კნიაზ ვლადიმირ იაროსლავოვიჩ ესეთი იმითია შემოკლებული აბრევიატურით, რომელიც 40 კილომეტრამდე კაბელი მიყვება. მაგრამ ეხლა დრონის მინუსებზე შეიძლება ვისაუბროთ, ხო? დრონის მინუსები არის ის, რომ ჯერ ერთი ნელა დაფრინავს, მეორეც დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავს. მესამე არის ის, რომ დიდხანს ვერ დაფრინავს, რაღაც თავისი მოცულობა აქვს ამ აკუმულატორებს, ხო? მე არ ვძახ ახლა ის იგივე ლუტის ვარიანტს, როცა თვითმფრინავია გადაკეთებული, ხო, დრონად უკრაინელების. ამის გარდა იგივე მიკროტალღო ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით, ხო? ისწავლეს ახლა სიმაღლეებზე ზიანდა რომ გადაიფრენს ის კაბელს მე წვიტავენ იმით რა ქვია ჯოხები ჩამოწევენ და ჭრიან კაბელს და დრონი ვარდება. რო ნახოთ უკრაინაში დასახლებული პუნქტები ფრონტისპირა, ხო? ობუბას ქსელივით არის აი ამ იმას კაბელებში დაფარული. აი ამ მიმოსვლაში, ხო? ყველას აქვს თავისი მინუსი და პლუსი. თავი შენ როგორ გამოიყენებ. ამიტომ ვიძახი რომ პატარა ქვეყნის საქართველოზე მინდა ვილაპარაკო უპირველეს ყოვლისა, ხო? თავარი შენი უპირატესობა არის ინდივიდუალური მებრძოლის უპირატესობა ბრძოლისველი მოწინააღმდეგესთან. და ეს უპირატესობა უნდა იყოს დაწყებული ქვეითიდან, დამთავრებული შტაბის უფროსიდან, დამთავრებული თავის მოწინააღმდეგეზე უფრო ჭკვიანი, უფრო გაბედული, უფრო კრეატიული უნდა იყოს. რაც უკრაინაში ხედავთ, ხო? აქ მართლა ამ რაოდენობას ის უკრაინები ხო დაუპირისპირდნენ თავის მცირე რაოდენობით, ხო? და შეძლეს ამდენი ხანი წინააღმდეგობის გაწევა. კი, რა თქმა უნდა, დანაკარგი როგორ არ აქვს უკრაინას, მნიშვნელოვანი დანაკარგია, მაგრამ ამხელა მოსტრე გააჩერეს, ხო, ფაქტიურად. რა შეგვიძლია ჩვენ აი საქართველოს თემა რო გავაგრძელოთ და პრაქტიკულად შევაჯამოთ კიდევაც. ირანი ებრძვის თავზე გაცილებით დიდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, უпростоრად ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ებრძვიან ირანს, რუსეთი ებრძვის უკრაინას, ჩვენ ვხედავთ, რომ დიდ სახელმწიფოებს, პატარა სახელმწიფოები უწევენ წინააღმდეგობას, იქნება ეს ტექნოლოგია, ტოპოგრაფია, სხვადასხვა ელემენტებით, ასე ვთქვათ. რა შეგვიძლია ჩვენ როგორც პატარა ქვეყანამ ვისწავლოთ ამ კონფლიქტებისგან, რომელიც ჩვენ გარშემო არის და რა მიმართულებით უნდა დავიწყოთ ფიქრი? ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, რომ არ არის მაინდა-მაინც მიზანშეწონილი, რომ გადავერთოთ ამ დრონების თემაზე, მაგრამ თანამედროვე ქართული ჯარი. რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ იმ კონფლიქტებიდან, რაც ჩვენს გარშემო არის და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, რომ შევქმნათ ისეთი თავდაცვის ძალები, რომელსაც საშუალება ექნება ჩვენი რეალობაში მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობა გაუწიოს და შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენიტეტი. პირველ რიგში არის ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ რატომაც ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მოწინააღმდეგეთ ჩვენ რა ქვია ჩრდილოეთ მეზობელს. ვითარება იმდენად სვლადი არის რეგიონში, საფრთხე სხვადასხვა შეიძლება იყოს.
არა გამორიცხული საფრთხეები იყოს უშუალოდ თვითონ იმ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე, ხო? ასევე აი ამ ვითარებაში, რომელიც გარშემო არის გამორიცხული არაფერი არ არის, ხო? იგივე ახლა სიწყნარე ღმერთმა ასე გააგრძელოს, მაგრამ სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირება როგორ შეიძლება აირეკლოს საქართველოს უსაფრთხოებაზე ხო მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია თქვა ჩავთვალოთ და არ არის გამორიცხული ამას დამეთანხმებით ალბათ რომ აირიას ვითარება რუსეთში და თუ აირევა ჩრდილო კავკასიიდან აირევა. აი ამისთვის ვარ თუ არა მზად, ხო? ანუ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ იცი, აი ჩვენი მტერი არის ჩინეთი და აი ჩინეთს აბა ჩვენ რას უზა. არ არის ესე. ძალიან ბევრი გამოწვევა არის და ეს გამოწვევები ძალიან სწრაფადსვლადი არის. ამიტომ ჩემის აზრით აუცილებლად უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აუთსორსინგი რასაც ქვია, ხო, ანუ გამოყენება არასამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ქვეყნის სამხედრო მიზნებისთვის. იგივე ტოტალურ თავდაცვა ესე ბადაღებული თემა და რომელიც არსად არ არის განმარტებული რა არის ეს ტოტალური თავდაცვა და საერთოდ აღარ იხმარება ევროპაში ამ ტოტალური თავდაცვა და იქ უკვე როგორ კომპრეჰენსივ ანუ სრული თავდაცვის ტერმინზე გადავიდე, ხო? სრულყოფილი ყოვლის მომცველი თავდაცვის ტერმინზე გადავიდე, ხო? იმიტომ ეს ტოტალური თავდაცვა სხვა მნიშვნელობის არის რა. და ყველა ომი პრინციპში ყველა დიდი ომი ტოტალური ომია. ესე არავინ არ თქვას რომ ის რა ქვია ეხლა ნახევარი ირანი ომი და მეორე ნახევარი იმაში რა ქვია ზღვისპირზე შავდება. ტოტალური ხდება რა, დიდი ომი ყოველთვის ტოტალურია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი ინტელექტუალური. რატომ არ შეიძლება ეს იყოს მაქსიმალურად მოზიდული? რატო არ შეიძლება ჩვენ დღეს სკოლებში დავიწყოთ იგივე იმ დრონის ოპერატორების მომზადება? რატო არ შეიძლება იგივე უმაღლეს სასწავლებლებში? რატო არ შეიძლება უბრალოდ კურსები გავხსნათ და ესეთი გასამხედროებული იგივე რეზერვისტების მომზადებით? მე ვიცი რომ ტარდება რაღაც გარკვეული ისინი მეცადინეობები, მაგრამ აი მიზან მიმართულად რომ დავიყვანოთ აი ეგეთ ჩვენ რაც საჭირო გახდეს, საჭირო ჩვენ გვყავდეს უკვე მომზადებული ოპერატორი, ხო ელემენტარულად იგივე რეზერვიდან რომელსაც შეგვიძლია გამოძახებას, არ არის რომ ყველა აუცილებლად შეაღებულ ძალებში იყოს. უკრაინამ 2024-ში შექმნა გვარეობა. უპილოტო სისტემების გვარეობა. 25-ში რუსეთმა შექმნეს ესეთი გვარეობა. შტაბში, უკრაინის თავდაცვის შტაბში, ხო? არის უპილოტო სისტემების განვითარების და გამოცდილების შესწავლის მთელი სამმართველო შექმნილი. რომელსაც ზის და მუშაობს აი ამ ტენდენციებზე, აი ამ სოფლიოში და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით ხო შეგვიძლია ჩვენ წინ გადავდგათ ნაბიჯს, რაღაც ინტელექტუალური კუთხით, რომელსაც არ ჭირდება რაღაც დამატებითი რაღაც ეს ქვია დიდი დანახარჯები და ასე შემდეგ. მე მგონი აი ამ კუთხითაც უნდა ვიფიქროთ და უნდა განვავითაროთ ეს შესაძლებლობები. ახლა კიდევ ერთხელ მიმართ აი ჩვენი გუნდი ხო ჯერ საქართველოს ყოველთვის სულ ამას აი ამას ვიძახი და ხასულს ვამთ რომ ჯერ უნდა დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ ქვეყანას უნდა გქონდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ეს თუ ამ რომელსაც მოყვება თავდაცვის სტრატეგია და რომელსაც მოყვება სამხედრო სტრატეგია. ის დოკუმენტები რომელიც არის დღეს ხო სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის SDR ეგრეთ წოდებული ეს ხედვებია, ეს არაა სტრატეგია. იმედია რომ რაღაც ოპერატიული გეგმები არსებობს, მაგრამ როგორ ვაკეთებ ოპერატიული გეგმებს თუ არა გაქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ხო? რომდაც უნდა გამომდინარეობდეს ეს ყველაფერი. თუ როცა ეს არა გაქვს, შენ შეიძლება იომო ის ომი, რომელიც შეგელო თავიდან აგეცილებინა და დამარცხდე იმ ომში, რომელიც შეგელო მოგეგო. ამიტომ ეს დოკუმენტი აუცილებელი ეს არა მხოლოდ კახალდი. კი, შეიძლება დარჩეს კახალდეთ, თუ ის არა განახორციელებს ცხოვრებაში. მაგრამ იმის გარეშე შენი განვითარება ხო შენი სტრატეგიული შენი სამხედრო განვითარება როგორი დაცვა გინდა, როგორი თავდაცვა გინდა, რა უნდა იყოს, რა არის შენი ეროვნული ძალის ელემენტები, ეს ხო უნდა იყოს განსაზღვრული. აი მივდივართ იქამდე რაღაც აი ფუნდამენტალურად გვინდა მოხდეს აი ამის შემუშავება და იგივე ჩვენ გუნდში გვაქვს ჩვენ ესეთ მოსაზრება და გვაქვს ესეთი ხედვაც რომ სამოქალაქო აქტი უნდა შედგეს ზოგადად თავდაცვასთან დაკავშირებით რა მოსახლეობა უნდა იგრძნოს რომ ჩვენ ჯარით ყველას ვალდებულება ქვეყნის თავდაცვა ყველას ვალდებულება რო ვიძახით რომ ჯარისკაცი
გვიყვარდა პატივისცემდა ჯარისკაცის გვერდით უნდა დავიდგე და ასე შემდეგ. ეს არა ჯარისკაცის მხოლოდ სოციალური პირობების გაუმჯობესება, ხო? ჯარისკაცში გვერდით დგომა არის ის, რომ მას ამოცანას რომ მისცემ, ის ამოცანას უნდა წავიდეს, წარმატებით შეასრულოს და ცოცხალი დაბრუნდეს. ამისთვის მას სჭირდება უახლო თანამედროვე იარაღი, ამისთვის მას სჭირდება შესაბამისი მომზადება და ასე შემდეგ. აი ესაა გვერდში დგომა და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, კარგია ისიც, სოციალური დაზღვევა და ასე შემდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის, რომ მას უნდა ქონდეს ის, რომ მან თავისი ამოცანა წარმატებით შეასრულოს და ცოცხალი დაბრუნდეს ამოცანის შესრულებიდან. აი ეს არის მთავარი ამოცანა. და როგორ უნდა მივაღწიოთ მაგას? ერთ გადაცემაში ზოგადად ძნელი ამაზე საუბარი, ალბათ უპრიანი იქნება ცალკე თემა დაეთქვა და ალბათ ბევრი მოსაზრებაც არსებობს. და თუ აქვია შევძლებდა გექნებათ ამის სურვილი, შეგვიძლია რომ თქვა და რაღაცა დავზედე რამოდენიმე პიროვნებას და ერთად რაღაც იქნება გავიაროთ ეს ის საკითხი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ესე ერთი იმითი ვერ ვიტყვი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენნაირ ქვეყანას აუცილებლად ჭირდება მუდმივი, ეს არ ნიშნავს უნდა სროლაში იყო, მაგრამ მუდმივი ბრძოლა მისი დამოუკიდებლობის, ერთიანობის და თავისუფლების შენარჩუნებისთვის. ხო არ ისურვებდით, რომ მაგალითად ჩამოვთვალოთ რა პრიორიტეტები შეიძლება საქართველოს კონდეს ამ ზოგადად მომავლის მიმართულებით, ჯარის თვალსაზრისით? მე მიმაჩნია, ჩემი მოსაზრება არის, ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ საქართველოს უნდა ყავდეს პროფესიული შეღებულ ძალები, მცირე ზომის, მაგრამ პროფესიული, ძალიან კარგად მომზადებული შეღებულ ძალები, რომელიც იქნება ძალიან ადაპტირებადი ნებისმიერ საფრთხის მიმართ და უაღრესად კარგად მომზადებული რეზერვი. დიდი რაოდენობის რეზერვი, მომზადებული რეზერვი. პროფესიონალები ჩვენთან მასშტაბი რატომღაც უდგებიან ისე გვესმის ესეთი ტერმინი თითქოს და ეს ვინც ხელფასს იღებს ის არის პროფესიონალი, არა. ეს არის კონტრაქტორი. პროფესიონალი ცოტა უფრო სხვა დატვირთვით არის. ეს არის მისი გამოცდილება, მომზადება, გამიდგომა საქმისადმი და ასე შემდეგ. აი ეს არის მთავარი. მაგრამ მე არ ვიძახი რომ უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ვინაიდან ჩვენ უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი დამატებითი აქტის გარეშე მოვახდინოთ ეს გაწევა. მასიური გაწევა, მაგრამ დღესდღეობით მე მიმაჩნია, რომ აი პროფესიული შეღებულ ძალები გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე აი ეს სავალდებულო სამსახური, მასობრივი სავალდებულო სამსახური. მით უმეტეს თუ შენი შეღებულ ძალები არ არის მაგალითად 180,000-იანი, როგორც აზერბაიჯანის, აი ცალკე თემაა კიდევ რატო არის ესეთი განსხვავება, მაგრამ ის რაც ჩვენთან არის ესეთი, ალბათ ესეთი მიდგომა უნდა იყოს, ეს არის პრიორიტეტი. პროფესიონალიზმი, მებრძოლის შესაძლებლობების ამაღლება, ტექნოლოგიები, თანამედროვე ტექნოლოგიები და რა თქმა უნდა ქმედითი და სანდო მოკავშირე. ეს აუცილებელი არის. როდესაც საუბრობთ პროფესიულ ჯარისკაცსა და მასა ქვია სავალდებულო სამსახურზე, ხო? აი უბრალოდ მაინტერესებს ეს კითხვა მინდა დაგისვათ. როგორც წესი ამას ხარს უჭერს ყოველ სავალდებულო სამსახურს პირები, რომელსაც ან გავლილი აქვს სავალდებულო სამსახური, ან ჯარი აქვს გავლილი და ან არავინ არ ყავს ჯარში გასაგზავნი. როდესაც საუბრობთ ამ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, ხო? აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როდესაც კბილი აქტივდებათ. ამ ბრმანწლავის ოპერაციებში გასაკეთებელი. ვისთან წახვალთ? ექიმთან წახვალთ თუ პრაქტიკანტთან, რომელიც აი ორდინატურას გადის იმაში ექიმთან? ექიმთან აუცილებლად. ხო და სამშობლო და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა რატო არის ბრმანწლავზე ნაკლები, ხო, მნიშვნელობის. აი აქედან გამოვდივარ მე, აი ამ კუთხიდან გამოვდივარ, ვინაიდან კარგ ჯარისკაცს და ცუდ ჯარისკაცს აქვს ერთნაირი კუჭი. ერთნაირი სჭირდება აღჭურვა. ცუდ ჯარისკაცს უფრო მეტი მომზადება ჭირდება. ცუდ ჯარისკაცს უფრო მეტი სამედიცინო დახმარება ჭირდება. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისი мотиваცია და შედარებით არ შეესაბამება პროფესიულ ჯარისკაცს. აი აქედან გამოვდივარ, ეფექტიანობიდან გამოვდივარ მე. და ის რომ თქვა იგივე ნორვეგიაში და
თქვა შვედეთში დააბრუნეს ეს სავალდებულო სამსახური, ხო? ნორვეგიაში იყო შვედეთში დააბრუნეს, უბრალოდ ნორვეგიაში ქალებსაც დაემატათ. სხვა შესაძლებლობისობაა რა. იქ დღეში იღებს თუ არსები 140 ევროს. ჯარისკაცი. და ქართული რომ იმაში აქვია კომუნალურები გადასახადი აღარ აქვს და მოგზაურობა შეუძლია ორჯერ თვითმფრინავის ბილეთი შეუძლია უფასოდ და თუ ფორმით არ თუ ფორმით გზავრობს მაშინ უფასო აქვს და თუ ფორმით გზავრობს მარტო ნახევარს იხდის ამ ტრანსპორტი ასე შემდეგ და ასე ვერ შევედრებით და საქართველოს პირობებისთვის მე ვენდობი უფრო იმ ჯარს რომელსაც შეგნებული აქვს რატომ იდის ჯარში რატომ იღებს იარაღს და მაქსიმალურად ცნობს, მაქსიმალურად ცოდნა მიიღოს აი თავისი საქმიანობიდან და გამოყენებადი იყოს ეს ცოდნა. მე აი ესეთ უფრო ესეც ვემხრობი. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არა მარტო ის არის, რომ ჯარი შეიძლება ჯარზე ზრუნვა მარტო სოციალური მიმართულებად არის აღქმული, არამედ ის, რომ ადამიანები, რომლებიც თავდაცვის სფეროში მუშაობენ, ძალიან დემოტივირებულები არიან, იმიტომ რომ ყოველ დღე ესმით ეს ფრაზები, რომ ჩვენ მაინც ვერ მოვიგებთ, უნდა გავწვეთ, დავმარცხდეთ, ასე შემდეგ და ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაც არის გარკვეულწილად იმის წინაპირობა, რომ იმ ხარისხის შეიარაღებული ძალები, იმ ხარისხის თავდაცვის ძალები ვერ გეყოლება ქვეყანაში, რაც შეიძლება რომ ყავდეს, როდესაც მიდგომები და საინფორმაციო ელემენტი თანადგომაში არის იმ პოლიტიკასთან, რა პოლიტიკაც უნდა იყოს. უბედურება რა არის, იცი, აი ამ უმდიდრეს ქართულ ფოლკლორში ყველაზე მეტად ეს ანდაზა რა, გურულების ანდაზა დათვით უმოგერია ბაბაია დაუძახევ, ეს რატომ არის არჩემებული? სად არის ვაშკაცა გული რკინისა? სად არის რომ ეს ვაშკაცობაზე ამდენი აფორიზმი და ამდენი ანდაზა გვაქვს? აღამაინდა მაინც ეს უბედური ანდაზა დავიტოვეთ, ისიც თან ისიც არის სიტუაციური ანდაზაა და არა რაღაც ზოგადად ყველაფრის მომცველი ანდაზა, ხო? და კიდევ ერთ სიტყვას იმას ვიტყვი ახლა იმათვის ვისთვისაც რაღაც ესეთი გარანტიის მატარებელი არის ნეიტრალიტეტი, ხო? მაგალითად ახლა ბელგია ნეიტრალური ქვეყანა იყო და ორი მსოფლიო ომი ნეიტრალურ ქვეყანაში გაიმართა, ხო? გადაუარეს, გადმოუარეს ბელგიას. მოლდოვა ნეიტრალური იყო, როდესაც ის მოხდა, რა ქვია, მიტაცება. უკრაინა 14 წელში ის იყო მიუმხრობელი და ასე ფაქტიურად ნეიტრალური ქვეყანა იყო, ხო? მეზობლებში გადავიდეთ. ოფიციალურად ნეიტრალური ირანი 1951-დან 1956 წელს ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის და ბრიტანეთის მიერ. ოფიციალურად ნეიტრალური ირანში შევიდა საბჭოთა კავშირიდან ორი დივიზია თუ არა ერთი აზერბაიჯანი, ერთი თურქმენეთიდან და ერაყიდან ბრიტანული ისა ბრიგადა შევიდა. 6 დღეში აიღეს ირანი. ისიც სხვა შორის იმათ კენჭი იმათ ბოსტანში რომელიც იძახის რომ ისეთი გეოგრაფია აქვს ირანს რომ იქ ვერავნაირად ვერ იზამს 6 დღეში აიღეს ირანი და მიზეზი არ გაინტერესებს რატო გამოხდა იქ ოკუპირება აი საბჭოთა კავშირს არ ყავდა ამდენი ზედმეტი დივიზია ერთ-ერთი მიზნით ვინაიდან მურმანსკში ლენდლიზის კონვოი რომელიც მიდიოდა ხდებოდა გერმანელების წყალქვეშა ნავების დარტყმების ქვეშ და დიდ ზარალს ნახულობდა და სახმელეთო კავშირი რომ იმას ეკნათ ირანის გავლით მე აზერბაიჯანი და რა ქვია საბჭოთა კავშირი აი მხოლოდ იმისთვის ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა რომ მას ჭირდებოდა ეს გზა და აი ამისთვის ნეიტრალური ქვეყანა დაიკავეს ანუ ნეიტრალიტეტი არავის გარანტიას არ იძლევა ეს არ არის ეს სისტემა, რომელიც შენ, რა ქვია, გიშველის და სამშვიდობოს გაგიყვანს. მით უმეტეს როგორ აცხადებ ნეიტრალიტეტს თუ შენ ოკუპირებული ტერიტორიები გაქვს და იქ ის ბაზებია, ის რა ქვია, მტრის ბაზები არის, ხო? აი როგორ უნდა გამოაცხადო ნეიტრალიტეტი? ან უარს იძახი იმ ტერიტორიებზე თუ აი როგორ აი მე ეს არ მესმის რა. ალბათ ვისაც აქვს ეს რა ქვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გინდა ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრო, ჯობია ბელგიელებს კითხო, რა არის ნეიტრალიტეტი. კი ბატონო.
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ, რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ, რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.